უსაფრთხოების არქიტექტურა თავად უკვე ევროპაში დიდი კითხვის ქვეშ დადგა. როგორც შენ თქვი, ყველა იყო დამოკიდებული ამერიკაზე, ეს კარგია თუ ცუდია, ეგ არის შემდგარი ფაქტი, თუ რატო იყო ეს ასე, ეს კიდე მოდი იმაზეც ვისაუბროთ, რატო იყო ეს ასე, ესეც ძალიან საინტერესოა. კი, ძალიან საინტერესო თემა, ამ თემის გაშლა შეიძლება თუ რატო იყვნენ ისინი დამოკიდებული ამერიკაზე, იმიტომ ხო არა რომ ამერიკას უნდა ასე რომ ისინი ყოფილიყვნენ ამერიკაზე დამოკიდებული, ანუ ეს ერთგვარი ამერიკის საგარეო პოლიტიკაც იყო, ხო? ანუ ჯარების გაზდა თავისი ბაზები ევროპაში, რაც თავისთავად უქმნიდა შეგრძნებას ევროპელებს, რომ ისინი არიან უსაფრთხოდ. აქ რა თქმა უნდა მარტო ამერიკას ვერ დაადანაშაულებ ამაში რომ იმან მიაბა თავისთავზე მაგათი უსაფრთხოება ეს თავისთავად ევროპელების ასე ვთქვათ ჭყალებში ბრალიც არის რომ მათმა თავისი უსაფრთხოება ანუ გადაწიეს მესამე მეოთხე პლანზე არ აქცევდნენ ყურადღებას სხვათა შორის აი ევროპელების მოდუნებამ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დაშლამ ამაზეც მქონდა მე საუბარი პოდკასტში წინაზე მათმა რო ნახეს საბჭოთა კავშირი დაიშალა, იფიქრეს რომ საფრთხე უკვე რუსეთიდან არ არსებობს. სამწუხაროდ ისინი ცდებოდნენ. ეს საფრთხე არსად არ წასულა, ეს საფრთხე არ განუვლებულა, ეს საფრთხე ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ რუსეთი ელოდებოდა თავის მომენტს და მიუხედავად ყველაფრისა, იყო ისეთი პოლიტიკოსები ხალხი, ვინც ევროპას აფრთხილებდა, თუნდაც ავიღო ჯოხარ დუდაევის 1994 წელს ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ის საუბრობს იმაზე, რომ რუსეთი შეიჭრება ყირიმში, მოახდენს მის ანექსიას, შემდეგ გადაიტანს საბრძოლო მოქმედებებს დონბასში და შემდეგ შეესწრება მთელი უკრაინის ოკუპაციას.